მანიპულაციები ხშირად კარგად არის შენიღბული, იმდენადაც კი, რომ ხანდახან ჩვენსავე ინსტინქტებსა და აღქმებში შეგვატანინებს ეჭვს. თავისი არსით კონტროლის ფორმაა რეალობის დამახინჯება, რათა მანიპულატორმა სხვაზე ძალაუფლება მოიპოვოს. მისთვის ჩვეული ტაქტიკები კი ასე გამოიყურება. ყურადღების გადატანა კონკრეტული საკითხიდან პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით. იძულება ეჭვი შეატანინონ სხვებს საკუთარ შეხედულებებსა თუ მოგონებებში. სხვისი ემპათიით სარგებლობა, რათა ვალდებულების განცდა დაებადოთ. მნიშვნელოვან საუბრებში ჩართვის უარყოფა, რაც რეციპიენტს იმედგაცრუებულს ტოვებს. მანიპულაციებს ყველგან იპოვით, თუმცა საგანგაშო ნიშნებს გაგაცნობთ. არა თანმიმდევრული ამბები, როცა ფაქტები ან შეთანხმებები კონტექსტის მიხედვით იცვლება. დაუსაბუთებელი თავდაცვა, გადაჭარბებული რეაქცია ლოგიკურ კითხვებსა თუ საკითხებზე. მსხვერპლის როლის მორგება, გამუდმებით სხვისი დანანაშაულება. თუმცა მანიპულაციის ამოცნობა ერთია, მაგრამ მათზე პასუხის გაცემაც საჭიროა. ამიტომ ქვემოთ სტრატეგიებს გაგაცნობთ თქვენივე სიმშვიდის შესანარჩუნებლად და მანიპულატორებთან გასამკლავებლად. დააწესეთ მკაცრი საზღვრები. მანიპულატორებისთვის ბუნდოვანი საზღვრები კომფორტის ზონაა, ამიტომ იყავით მკაფიო. დააწესეთ საზღვრები და თანმიმდევრულობა შეინარჩუნეთ. უერთგულეთ ფაქტებს, ჩაიწერეთ შეთანხმებები და როცა ნარატივი ცვლილებას დაიწყებს, გადახედეთ მათ. თავი არიდეთ ემოციურ ჩართულობას. მანიპულატორები ხშირად სარგებლობენ რეაქციებით, ამიტომ სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ფოკუსირდით. ასე მათ ტაქტიკას გაანეიტრალებთ. ეძიეთ მხარდაჭერა. ამ პროცესში არც ხვების დახმარებაზე უნდა თქვათ უარი. იქნება ეს სანდო მეგობარი, ფსიქოთერაპევტი თუ იურიდიული მრჩეველი. გააჩნია მანიპულაციის და მანიპულატორის სიმძაფრეს. გახსოვდეთ, რომ მანიპულაციისგან გათავისუფლება მხოლოდ ტოქსიკური დინამიკის დასრულებას არ ეხება. საკუთარი ძლიერი მხარეების აღმოჩენა უფროა. თუ ერთი ნაბიჯით უკან დაიხევთ, სიმართლეს დაინახავთ. გაიაზრებთ, რომ მანიპულაციის ქვეშ ხართ და ეს თქვენი ბრალი არ არის. ამის გაანალიზება კი ბევრ რამეს შეცვლის. მართალია, მანიპულატორები ყველაფერში ეჭვის შეტანისკენ გვიბიძგებენ. იქნება ეს ჩვენი აღქმები, გადაწყვეტილებები თუ საერთო ღირებულებები. მაგრამ გახსოვდეთ, რომ გამოსავალი არსებობს და ამაზე უკვე ვისაუბრე. პროცესში კი მთავარია. პირველი, არ შეადაროთ თავის ხვებს. მეორე, ირგვლივ პოზიტიური ადამიანები შემოიკრიბეთ. მესამე, იზრუნდეთ თქვენს სხეულზე. მეოთხე, იყავით კეთილი საკუთარი თავის მიმართ. მეხუთე, ივარჯიშეთ საკუთარ თავთან პოზიტიურად საუბარში. მეექვსე, გაუმკლავდით თქვენს შიშებს. მეშვიდე, გააკეთეთ ის, რაც კარგად გამოგდით. მერვე, იცოდეთ როდის თქვათ არა. მეცხრე, დააწესეთ რეალური მიზნები. მოკლედ თითოეულ მათგანზე. პირველი, არ შეადაროთ თავი სხვებს. ხშირად იმ ადამიანებს ადარებთ თავს, რომელთაც ინსტაგრამზე ათვალიერებთ, თუ მეგობრის ხელფას საკუთარ შემოსავალს. სოციალური შედარების თეორია გვეუბნება, რომ ეს ნორმალურია, თუმცა თავდაჯერების გაზრდაში ნამდვილად ვერ დაგეხმარებათ. ეჭვებს აჩენს და რაც უფრო მეტი ეჭვი გვაქვს, მით უფრო ცუდად გრძნობთ თავს. ამიტომ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანს საკუთარი გზა აქვს და ცხოვრება შეჯიბრი ნამდვილად არ არის. თუ მაინც სხვას ედრებით, კარგი იქნება აქვე თქვენს ძლიერ მხარეებსა და წარმატებებსაც თუ შეახსენებთ საკუთარ თავს. ამ უკანასკნელისთვის დღიური წარმოებას გამოგადგებათ. მეორე, ირგვლივ პოზიტიური ადამიანები შემოიკრიბეთ. დაფიქრდით, როგორ გაგრძნობინებენ თავს თქვენი მეგობრები, გარშემოყოფები, უკეთეს ხასიათზე გაკენებენ თუ არა, განგსჯიან თუ პირიქით. ირგვლივ მყოფი ადამიანები თქვენი თავის მიმართ თქვენსავე აზრებსა და დამოკიდებულებებზე ზემოქმედებენ. იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ამას აცნობიერებთ. ამგვარად თუ კონკრეტული პირი თავს ცუდად გაგრძნობინებთ, დამშვიდობების დროა. იმ ადამიანებს დაუთმეთ დრო, რომლებიც თავს კარგად გაგრძნობინებთ და ეს თქვენს თავდაჯერებაზეც დადებითად აისახება. გახსოვდეთ, ერთი ცხოვრება გვაქვს და ხანმოკლე დრო. მესამე, იზრუნეთ თქვენს სხეულზე. რთულია, საკუთარი თავის მიმართ კეთილგანწყობილი იყო, როცა საკუთარი სხეული არ მოგწონს. გამოსავალი კი თავის მოვლაშია, იმის ცოდნაში, რომ რაღაც კარგს აკეთებთ თქვენი გონებისთვის, სხეულისა და სულისთვის. შედეგად კი მეტ თავდაჯერებას მიიღებთ. ამგვარად იკვებეთ ჯანსაღად, ეს თავს უფრო ძლიერად და ენერგიულად გაგრძნობინებთ. ივარჯიშეთ, რადგან ასე თავდაჯერებას გაზრდით. თუ გსურთ, მედიტაციასაც მიმართეთ და ეცადეთ ხარისხენად გამოიძინოთ. სხეულზე ზრუნვა უბრალოდ იმას არ ნიშნავს, რომ კარგად გამოიყურებოდეთ, კარგად ჩაიცვათ. როცა საკუთარ თავსა და თავის მოვლას აქცევთ პრიორიტეტად, სამყაროს ეუბნებით, რომ მნიშვნელოვანი ხართ
რაც სხვებსაც იმავეში არწმუნებს. მეოთხე, იყავით კეთილი საკუთარი თავის მიმართ. როცა შეცდომას დაუშვებთ, დამარცხდებით, ან რაღაც ისე არ გამოგივათ, როგორც გინდოდათ. ეცადეთ საკუთარი თავის მიმართ კეთილგანწყობა შეინარჩუნოთ. ეს ემოციურად მეტად მოქნეს გაგხდით. გააუმჯობესებს კავშირს როგორც სხვებთან, ისე საკუთარ თავთან, რაც სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანია. მეხუთე, ივარჯიშეთ საკუთარ თავთან პოზიტიურად საუბარში. ნეგატიური საუბრები თავდაჯერებაზე უარყოფითად მოქმედებს. ასე, საკუთარ თავს ქვეცნობიერად არ წმუნებთ, რომ რაღაც თქვენთვის ზედმეტად რთულია და ვერ გაუმკლავდებით. ამიტომ კონკრეტული ფრაზები პოზიტიურით ჩაანაცვლეთ. მე ვერ გავუმკლავდები, ეს შეუძლებელია. ვანაცვლებთ, მე ამას შევძლებ. უნდა ვცადო. ვერაფერს ვაკეთებ სწორად. შემდეგ ჯერზე უკეთესად გამომივა. სულ მცირე აქედან რაღაც ვისწავლე. მეზიზღება საჯაროდ საუბარი. არ მომწონს საჯაროდ საუბარი. ყველას აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები. მეექვსე, გაუმკლავდით თქვენს შიშებს. თავი დაანებეთ თავდაჯერებულობის ლოდინს იმისათვის, რომ სამსახურში დაწინაურება მოითხოვოთ, ან ვინმე პაემანზე დაპატიჟოთ. ამას კი თქვენი შიშების წინ წამოწევითა და მათთან გამკლავებით მოახერხებთ. საკუთარ თავს უთხარით, რომ ეს უბრალო ექსპერიმენტია. შემდეგ კი ნახეთ რა მოხდება. ამის თქმა კი ბევრად მარტივია, ვიდრე შესრულება, მაგრამ პროცესში პატარა გამარჯვებებიც კი დიდ შედეგს გამოიღებს. მეშვიდე, გააკეთეთ ის, რაც კარგად გამოგდით. აბა დაფიქრდით, რა ხდება, როცა იმას აკეთებთ, რაც კარგად გამოგდით. თავდაჯერება იმატებს. თქვენი ძლიერი მხარეები კიდევ უფრო ძლიერდება, რაც საკუთარი თავის რწმენასაც აუმჯობესებს. ამგვარად ცხოვრებითაც უფრო კმაყოფილი ხართ. ამიტომ თუ ფეხბურთი განიჭებთ სიამოვნებას, ეცადეთ კვირაში მინიმუმ ერთხელ ითამაშოთ. თუ სამსახურში კონკრეტული დავალება, ეცადეთ უფრო მეტად აკეთოთ, რადგან ასე თავდაჯერებულობას გაზრდით. მერვე, იცოდეთ როდის თქვათ არა. უარის თქმა იმ საქმეებზე, რომლის კეთებაც თქვენს თავდაჯერებაზე უარყოფითად აისახება, სასარგებლოა. თუმცა იმას არ გეუბნებით, რომ დისკომფორტს ყოველთვის თავი უნდა აარიდოთ. პირიქით, ეს პიროვნული ზრდის პროცესის ნაწილია. ამის მიუხედავად, არაფერია ცუდი საკუთარი საზღვრების ცოდნასა და მათ დაცვაში. სოციალური და ემოციური საზღვრების დაწესებით ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფთ. მეცხრე, დააწესეთ რეალური მიზნები. ბუნებრივია, რომ რთულად მისაღწევი მიზნების დაწესებით და შემდგომ წარუმატებლობით ამ გზაზე თავდაჯერების დონეები მცირდება. გამოსავალი კი რეალური მიზნების დასახვაშია. ასე, მათი მიღწევის შანსებიც იზრდება და თავდაჯერებაც იმატებს. მარტივად წარმოსადეგი რომ გახდეს თქვენთვის, ერთ მაგალითს შემოგთავაზებთ. თუ მიზნად წონის კლება გაქვთ დასახული, იგი კვირაში 1 ან 2 კილოს დაკლებად გარდაქმენით და არა 10-ის. და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი ამად ღირს. თავდაჯერებული ადამიანები სხვების წარმატებითაც ბედნიერები არიან. ოპტიმისტურად არიან განწყობინი, რისკებზე წასვლაც სურთ. ბევრსაც იცინიან, სწავლობენ და ვითარდებიან. არც შეცდომების აღიარება უჭირთ და არც პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. შენ აძლევს სხვებს იმის საშუალებას, რომ არ იყო კარგად. ცხოვრება რომ ბრძოლა, ახალი ამბავი არ არის. თავარია, შენ როგორ სტრატეგიას აირჩევ.